ქუთაისში იოსელიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს. საქმის მოკვლევა აქვს დაწყებული შრომის ინსპექციას უწყების გადაწყვეტილებით ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა. იოსელიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია მაუდი რეზიდენცია შენებს. შპს გრადუს გრუპ მაუდი სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ალანია. წილებს კი სრულად ფლობს შპს გრადუს ჰოლდინგი, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი ასევე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე იოსებ ბობოხიძეა. აღსანიშნავია, რომ ბობოხიძე კომპანიაში 75%-იან წილს ფლობს, დარჩენილი 25%-იანი წილის მესაკუთრე კი გოჩა ალანია. სტობისათვის გუშინ იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობისას, სადაც ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობდა, ერთი დასაქმებული დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბეტონის დასხმის დროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც მუშა მის ქვეშ მოჰყვა. გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი.